თითქმის კენჭებმა იცის ძალიან ძლიერი ტკივილი, ისეთი ძლიერი ტკივილი, რომ ადამიანები ამბობენ, რომ არ განუცდიათ ესეთი ტკივილი არასდროს ყველაზე საშინელი ტკივილი მათ ცხოვრებაში და ვერ პოულობენ პოზას, რომლის დროსაც იგრძნობენ შვებას. თუ ციკლში ქვა არსებობს კენჭი, ის თავისთავად მაშინ არ იწყებს ტკივილი აღმოცენდება მაშინ, როცა ეს კენჭი დაიძრება, თირკმელი ხომ არის ასეთი, წარმოიდგინეთ მუშტივით თქვათ და აქედან გამოდის მილი. და ეს მილი რო გამოდის, შარტსაწვეთი ქვია მილს და მილში გაიჭედება ხოლმე. მილში რო გაიჭედება, ეს მილი რაც ცდილობს, რომ გამოაგდოს. ჩააგდოს შარდის ბუშში და მილი იკუმშება, ეს მილი იკუმშება რითმულად და რომ იკუმშება აწება ამ კენჭს, რომელიც გაჭედილია მილში და ძალიან ძლიერ ტკივილს იწვევს ეგ. ამიტომ არის მოვლითი ხასიათის ტკივილები აქვს რამდენიმე ხანში ერთხელ ციკლურად და ძალიან ძლიერი და შემაწუხებელი ტკივილებია. თუ პატარა კენჭია ჩამოვარდება, თუ დიდი კენჭია არ შეიძლება თავის არაფერი და სამედიცინო ჩარევა ჭირდება. კაცების დაახლოებით 12%-ს აქვს კენჭები, ქალების დაახლოებით 7%-ს და ძალიან ბევრ ადამიანს აქვს კენჭების რისკი. და მცირე კენჭები კიდე ძალიან პატარები ძალიან ბევრს აქვს. როგორ იქნება ახლა ეს კენჭები? როცა მარილები არის მეტი შარდში და ზედმეტად გაჯერებულია მარილები ჩარდნი, ნელ-ნელა ეს პატარა მცირე კრისტალები კალციუმი და ოქსალატები ერთმანეთს ხვდებიან შარდში, უკავშირდებიან ერთმანეთს, ქმნიან პატარა კრისტალებს. ეს პატარა კრისტალები ილექება და მე ერთმანეთს უკავშირდებიან და ქმნიან უფრო დიდ ფენებს და ბოლოს წარმოიქმნება უკვე ხილული ქვა. ყველა ადამიანს შეიძლება ქონდეს, ბავშვებსაც, კენჭები, დიდებსაც, რა თქმა უნდა, დიდებში უფრო ხშირია, თუმცა 20 წლიდან 50 წლამდე არის ყველაზე ხშირი. რადგან კენჭების განვითარება მნიშვნელოვნად დაკავშირებულია იმაზე, რას ჭამ. მნიშვნელოვნად დაკავშირებულია იმაზე, რამდენ წყალს იღებ. კაცებს ბევრად უფრო ხშირად ვითარდებათ კენჭები, ვიდრე ქალებს. კენჭები უფრო ხშირია იმ ადგილებში, სადაც ცხელი კლიმატია, მაგალითად სამხრეთის ქვეყნებში მოკლედ უფრო ხშირია ვიდრე ჩრდილოეთის ქვეყნებში, თუმცა ხო რატო კითხეთ, მე კარგავენ და ნაკლები შარდია. სხვა ტიპის კენჭები არსებობს. ძირითადად არსებობს კალციუმის ოქსალატების კენჭები, რომელიც არის 75% კენჭების. ყველაზე ხშირი არის კალციუმის ოქსალატების კენჭები. ეგ არის ყველაზე ხშირი, სადაც კალციუმი ხდება ოქსალატებს, უკავშირდება ერთმანეთს. მაგალითად, რომ თუ ადამიანი შეჭამს ბევრი სპანახს და თხილეულს, მიიღებს კალციუმსაც, მიიღებს ოქსალატებსაც და ეს და თან მარილიან საჭმელს თუ შეჭამს, მარილი გამოდევნის კალციუმს შარდში, კალციუმის შეხვდება მაგალითად სპანახის ან თხილის ან შოკოლადის ესე ოქსალატებს შარდში შეიკრებიან ერთად და მიიღება ეს კენჭი. მეორე სახის კენჭები რაც არსებობს არის შარდმჟავას კენჭები. შარდმჟავას კენჭები არის 10% კენჭების და დაკავშირებულია პოდაგრასთან და პურინებით მდიდარ საკვებთან. სტრუვატების კენჭები არსებობს კიდე, რომელიც ქრონიკული ინფექციების, საშარდე გზების ინფექციები იწვევს და ცისტეინის კენჭები არსებობს, რომელიც იშვიათია ძალიან, დაახლოებით 2%-ია. ანუ კალციუმის კენჭები ყველაზე ხშირია, ურის მჟავის კენჭები 10%-ია, სტრუვატების კენჭები 10%-ია და ცისტეინის კენჭები კიდე ძალიან იშვიათია. თუმცა, როცა კენჭებზე საუბრობენ, როგორც წესი საუბრობენ ხოლმე კალციუმის ოქსალატის კენჭებზე, იმიტომ რომ ყველაზე ხშირი ეგ არის და თუ რამე განსაკუთრებული სხვა პრობლემა არ აქვს ადამიანს. ხო, დიდი მნიშვნელობა აქვს ძალიან კვებას, დიდი მნიშვნელობა აქვს ძალიან რამდენ წყალს ვსვავთ. თუ კენჭი დაიძრა უკვე ძალიან მტკივნეულია, ადამიანი გრძნობს ძალიან ძლიერ ტკივილს წელის მიდამოში, აქვს გულისრევის შეგრძნება, ღებინების შეგრძნება, შარდში სისხლი შეიძლება, ხშირი შარდვა, წვის შეგრძნება და ეს ტკივილი გადაეცემა საზარდულის მიდამოში. და ტკივილი მოდის ტალღების სახით, დაახლოებით 20-დან 60 წუთის
ტალღებია და იმ დროს როცა ტკივილი ძლიერდება ადამიანი თავს გრძნობს მოусვენრად ოფლიანობს პატარა კენჭები გაივლის თავისით 5 მმ-ზე ნაკლები კენჭები რაც გაივლის ჩავარდება შარდის ბუშში და ტკივილი აღარ იქნება და მერე გამოვა მოშარდვის დროს ასე რომ მოიხსნება ეგ პრობლემა დიდ კენჭებს რა თქმა უნდა ჭირდება მკურნალობა კენჭების დიაგნოზირება ხდება შარდის ანალიზის კეთდება რა თქმა უნდა და შარდში შესაძლებელია სისხლე კრისტალები იყოს მაგრამ მთავარი ტესტი არის ულტრაბგერა არის პირველ რიგის მადლობა რომ დაინტერესდი ამ ვიდეოს ვქნი უკვე 8 წელზე მეტია კვლევებზე დაფუძნებული მაღალი ხარისხის სამედიცინო ინფორმაციით არხზე დღეს 1700-ზე მეტი ვიდეოა თუ აქ მიღებული ცოდნა გეხმარება და გაქვთ საშუალება მხარი დაუჭირე არხს დონაციით შენი მხარდაჭერით მეტ ადამიანს დაეხმარები იცხოვროს უკეთესი ჯანმრთელობით ტესტი ულტრაბგერის ადვილად შეიძლება თირკმელში კენჭის პოვნა მაღალი სიზუსტის არის კომპიუტერული ტომოგრაფია რომელსაც 95%-ზე მეტი სიზუსტე აქვს და 2 მმ-ზე მეტი თუ არის უკვე ხედავს ხო თირკმლის ფუნქციები შეიძლება შეფასდეს სისხლში მაგრამ მაგას განამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს განამწყვეტი მნიშვნელობა იმდენად რამდენადაც თირკმელი მუშაობს თუ არ მუშაობს ამას ვაფასებთ მაგრამ კენჭის აღმოსაჩენად ულტრაბგერა ყველაზე მარტივი და კარგი საშუალებაა თუ კი დაიგნორებს ადამიანი და ყურადღებას არ მიაქცევს ამ უდიდეს ტკივილს რომელიც დაემართება ეს კენჭი ხო გაიჭედება გადაკეტავს შარსაწვეთიდან იქნება გადაკეტილი რაღაც მომენტში თირკმელი მაინც გამოიმუშავებს შარდი მოაწვება ამას და წნევა გაიზრდება შარსაწვეთში და ბოლოს თირკმელი დაიწყებს გაბერვას დაიწყებს და ბოლოს დაზიანდება თირკმელი ამას ქვია ჰიდრონეფროზი და ჰიდრონეფროზმა შეიძლება მიიყვანოს თირკმლის უკმარისობამდე და შეიძლება თირკმელი ისე მოკვდეს გაითიშოს მართლა რომ ადამიანს მე დიალიზი დაჭირდეს თუ ერთ თირკმელშია ის მეორე თირკმელი იმუშავებს როგორც წესი მაგრამ მაინც მნიშვნელოვანი პრობლემაა ეგ რეალურად რომ მთელი თირკმელი შეიძლება გაითიშოს და არა მარტო მაგაზია საქმე უარესით შეიძლება მოხდეს და უარესი რაღაცა იტყვის ადამიანი და უარესი არის რომ შეიძლება სეპსისი დაემართოს ადამიანს ინფექცია წარმოიქმნას და შედეგად სეპსისი დაემართოს რაც სიცოცხლის საშიში თუ 5 მმ-ზე ნაკლებია ქვა მაშინ მკურნალობა არის ბევრი წყლის მიღება 2-3 ლიტრი წყლის მიღება დღის განმავლობაში და თუ ხო ტამსულოზინი ეგეთი პრეპარატია რომელიც შარდსაწვეთს ადუნებს 0.5-0.4 მგ მიიღება ხოლმე და იმისთვის რომ ეს კენჭი ადვილად გამოაგდოს და არასტეროიდები იბუპროფენი ან დიკლოფენაკი 8 საათში ერთხელ მიიღება ხოლმე ტკივილისთვის და როგორც წესი მაღალეფექტურია მოკლედ გამოვა ეს კენჭი მაღალი ალბათობით გამოვა ეს კენჭი შარდის სახით თუ პატარა კენჭია თუ დიდი კენჭია საშუალო თუა 5-დან 10-მდე თუა მაშინ უკვე დაბალი ალბათობაა იმისი რომ გამოვიდეს თავისით ამიტომ ლითოტრიფსია ქვია შოკური ტალღების ლითოტრიფსია ეგ არის მკურნალობა და მაღალი ეფექტურობა აქვს თუ 1 სანტიმეტრზე მეტია, მაშინ შეიძლება ურეტეროსკოპია დაჭირდეს ან პერკუტანული ნეფროლითოტომია, ანუ მოკლედ ამოჭრა შეიძლება გახდეს საჭირო ამ კენჭის ამოღება რა. ხო, და ასევე მნიშვნელოვანია ხოლმე ამ დროს, რომ თუ კი თირკმელი დიდდება შეშუპებით არება თირკმის დრენაჟი მოხდეს მისი სტენტის ჩადგმა ხდება ხოლმე ან ნეფროსტომა ხდება ხოლმე საჭირო რომ ეს თირკმელი განიტვირთოს რომ არ მოხდეს ისე რომ თირკმელი მოკვდეს მოკლედ ეგ არის ჩვენი მთავარი მიზანი მაგ დროს ხო ეხა პრევენცია რისი გაკეთება შეიძლება იმისთვის რომ არ განგივითარდეს კენჭები პირველი არის რომ ჰიდრატაცია ანუ წყლის მიღება ერთ-ერთი ყველაზე მთავარი კენჭების განვითარების არის როცა ადამიანები წყალს არიღებენ საკმარის რაოდენობით 2.5 ლიტრი წყალი დღის განმავლობაში შარდი უნდა იყოს ღია ყვითელი ფერის
მეორე, მარილის შემცირება, მარილი 5 გრამზე ნაკლები უნდა მიიღოთ დღის განმავლობაში. რო ამბობენ ხოლმე 2.3 გრამი ნატრიუმიო და ეს 2.3 გრამი ნატრიუმი დაახლოებით არის 5-6 გრამი ისა მარილი. ამიტომ 5 გრამზე ნაკლები მარილი უნდა მიიღოთ თავი ბოლო მოკლედ. ეგ არის. საშუალო ადამიანი იღებს 10 გრამს. 10 გრამის უხეშად უნდა გაანახებრო მარილის მიღება. ცილების მიღება, თუ კი მიდრეკილი ადამიანი კენჭებისკენ შედარებით ნაკლები ცილების მიღება, ხორცეულის, განსაკუთრებით წითელი ხორცის მიღება, ხილის და ბოსტნეულის გაზრდა, რადგან შეიცავენ ციტრატებს და კალიუმს და ეგენი ხელს უშლიან წარმოიქმნას კენჭები. თუ მიიღებ ვიტამინ C-ს 1000 მგ-ზე ნაკლები უნდა მიიღო, იმიტომ რომ ვიტამინ C თუ 1000 მგ-ზე მეტს იღებ დღის განმავლობაში კენჭების რისკს ზრდის და ვარჯიში და წონის შენარჩუნება. ყოველწლიურად კარგია თუ გაიკეთებს ადამიანი ულტრაბგერით გამოკვლევას, თუ კი მიდრეკილია კენჭებისკენ. ეხლა რა უნდა აიცილო თუ კი არ გინდა რომ კენჭები განგივითარდეს, რომელი საკვები დანამატები არ უნდა მიიღო და ან როგორ უნდა მიიღო, როგორი კომბინაციით უნდა მიიღო, თავი დაიცვა. პირველი, მოკლედ, C ვიტამინი 1000 მგ-ზე ნაკლები უნდა მიიღო. თუ კი განსაკუთრებით მიდრეკილია ადამიანი კენჭებისკენ, რადგან ოქსალატების დონეს ზრდის დაახლოებით 40%-ით, განსაკუთრებით მაშინ თუ C ვიტამინს იღებ 1000 მგ-ზე მეტს და თან იღებ კალციუმს. ან C ვიტამინს თუ იღებ კალციუმთან ერთად არ უნდა მიიღო. ეგ არის მნიშვნელოვანი საკითხი. მეორე არის რომ მაღალი დოზით D ვიტამინს პლუს კალციუმი ეგეც იწვევს კალციუმის მომატებას შარდში. კრეატინის მიღება და ბევრი ცილების ფხვნილების, ეს ვინც ვარჯიშობენ ეგენი იღებენ ხოლმე და ეგეც ზრდის შარდმჟავას ქვების გაზრდის რისკს იწვევს. მაგნიუმის ოქსიდი და კალციუმი ერთად არ არის რეკომენდებული, იმიტომ რომ მან პირიქით ძალიან ატუტიანებს შარდს და ფოსფორის ქვების რისკი იზრდება მან, ეგ იშვიათია, მაგრამ მაინც მაღალი დოზით C ვიტამინი და მწვანე ჩაი ერთად არ არის რეკომენდირებული, რადგან ოქსალატებით დატვირთვა ორგანიზმის მნიშვნელოვნად ძლიერდება მაგ დროს. ასევე თევზის ქონი პლუს D ვიტამინი პლუს კალციუმი თუ მაღალი დოზებით არის, ეგეც შედარებით ზრდის კალციუმის ქვების განვითარების რისკს. ხო. და ასევე თუ ადამიანს აქვს B6 ვიტამინის დეფიციტი და მიიღებს მაღალი დოზით ვიტამინ C-ს, ეგეც ზრდის კენჭების რისკს. ეს საკვები დანამატებიდან რაც არის. ეხლა ვთქვათ საკვები დანამატების კომბინაციები, რომელიც პირიქით ამცირებს თითქმის კენჭების განვითარების რისკს, მე ვთქვათ საკვები, რომელიც ამცირებს კენჭების განვითარების რისკს. საკვები დანამატებიდან მაგნიუმს პლუს B6 ვიტამინებს თუ მიიღებს ადამიანი ერთად უკავშირდება მოკლედ ოქსალატებს და ამცირებს ოქსალატების პროდუქციას დაახლოებით 40% და ქვების განვითარების რისკს მნიშვნელოვნად. კალციუმის ციტრატი საკვებთან ერთად ოქსალატებს დაუკავშირდება ნაწლავებში და აღარ მისცემს საშუალებას რომ გადავიდეს შარდში და თან კიდე შარდს გატუტიანებს, ორმოგი ისა. K2 ვიტამინი D ვიტამინთან ერთად კომბინაციაში, ან თუ D ვიტამინს იღებ, K2 ვიტამინთან ერთად კომბინაციაში, რადგან ეგ კალციუმს შარდში კი არ გადაიყვანს, არამედ ძვლებში გადაიყვანს. ეხლა დიდი ამბებია, ეს შეიძლება შეგხვდათ კიდევაც, რომ აი K2 ვიტამინი მნიშვნელოვანია ძალიან, ხო, მნიშვნელოვანია რეალურად, იმიტომ რომ K2 ვიტამინი ეუბნება ორგანიზმს, რომ კალციუმი გადადის ძვლებში და არა შარდში და არა იმაში სისხლძარღვებში. ჩვენ კალციუმი გვჭირდება ძვლებში, თორე ისე რა თქვინდა კალციუმი ძვლების გარეშე, ძლებია ყველაზე მთავარი მან. პრობიოტიკებსაც აქვს სხვადასხვა თავისი როლი და მაგნიუმის ციტრატს და ერთად ოქსალატებს ამცირებენ, აი ლაქტობაცილები მაგალითად. ციტრატები და B კომპლექსი ერთად კარგია, კურკუმინი და მაგნიუმი ერთად კარგია, ვიტამინი E და თუთია ერთად კარგია, იცავენ და ციტრატები და N-აცეტილცისტეინს ასევე კარგია, იცავს თირკმელებს
ორივე ციტრატები და ომეგა-3-იც კარგია, რადგან თირკმლის ანთებას ამცირებს და ასევე ატუტიანებს და ასევე კენჭების წარმოქმნის რისკს ამცირებს. ახლა საკვები ვთქვათ, რომელი საკვები უნდა მიიღო იმისთვის, რომ თირკმლებში კენჭი არ განგივითარდეს. მთავარი მანდ არის ლიმნიანი წყალი, მაგალითად, ან ლიმნის წვენი, ან ლიმონი უბრალოდ მოასხის საჭმელებს. ყველაზე კარგი ამ მხრივ იმიტომ არის, რომ კენჭების განვითარების რისკს ამცირებს, რადგან ციტრატებით არის მდიდარი, დაახლოებით 30% ამცირებს ციტრატებს. აი თითქმის წამლის დონეა, რაც ძალიან კარგია მოკლედ. ლიმონი და ლაიმი ორივე არის ეფექტური მაგისთვის. საზამთრო და კიტრი ორივე ამცირებს ბუნებრივი დიურეტიკები არის, რომ შარმდენები ბუნებრივი და ორივე კარგია. ბანანი და ავოკადო მაგნიუმს და კალიუმს შეიცავენ და კალციუმის აქტივობას ამცირებენ და მაგით არის კარგი. დაბალწყიმიანი იოგურტი და კეფირი კაია, იმიტომ რომ ესე იგი ეს როცა საკვებით იღებ კალციუმს, ეს კალციუმი საკვებით იოგურტით თუ იღებ ან კეფირით თუ იღებ უკავშირდება ოქსალატებს ნაწლავებში და არა შარდში. და ამიტომ კენჭების რისკს ამცირებს. ამიტომ ბუნებრივად თუ მიიღებთ იოგურტს და კეფირს, ეგ კარგია. ბროკოლი, ყაბაყი, კომბოსტო კარგია, მაგნიუმი, კალიუმის და დაბალი ოქსალატების გამო. სრულმარცვლოვანები ყველაფერი კაია, მოკლედ შვრია და ყავისფერი ბრინჯი და სრულმარცვლოვანი რაცა ჯამში კარგია. ვაშლი მსხალი კარგია, რადგან ციტრატებად გადის მალატს შეიცავს და მერე გაზადის ეგ ციტრატებად და შესაბამისად ვაშლი მსხალი კარგია დღის განმავლობაში რომ მიიღო და გოგრის თესლიც კარგია, მაგნიუმს შეიცავს, თუთია შეიცავს და ანტიოქსიდანტებს შეიცავს შესაბამისად. ეხლა რა არის კარგი კომბოები საკვების, რითიც შეგვიძლია რომ მნიშვნელოვნად შეამციროთ თირკმლების განვითარების რისკი. კომბინაციაში თუ მაგალითად ჭამ ისპანახს, მაშინ ყველი მიაყოლე, თუ თხილს ჭამ იოგურტი მიაყოლე, შოკოლადს თუ ჭამ რძე მიაყოლე და ამ შემთხვევაში 40% ამცირებს ეს კომბინაციები თირკმლის კენჭის განვითარების რისკს, ვიდრე ცალკე ისპანახი რო გეჭამა, ცალკე თხილი რო გეჭამა, ცალკე შოკოლადი რო გეჭამა. ანუ ისპანახი ყველთან, თხილი იოგურტთან, შოკოლადი რძესთან. ამ შემთხვევაში ეს კომბოები ამცირებს რისკს თირკმლების კენჭის განვითარების. ლიმონს თუ დაამატებ ყველაფერს, ეგეც ამცირებს თირკმლების კენჭების რისკს და მნიშვნელოვანია და სასურველია. კალციუმით გამდიდრებული რძეები რო გამოიყენოთ, მაგალითად მცენარეული რძეები, რომელიც მაგალითად არის ნუშის რძე, თუ კი კალციუმი დამატებული აქვს, უკეთესია. შეამცირებს რისკს განვითარების კენჭების. იოგურტი და კეფირი თხილებთან ერთად რომ გამოიყენოთ, ეგ მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ იოგურტი და კეფირის კალციუმი დაუკავშირდება ოქსალატებს თხილებულისას და განეიტრალებს და კენჭების განვითარების რისკს შეამცირებს. მაგნიუმით მდიდარი საკვები გამოიყენეთ ოქსალატების მიღების დროს, მაგალითად გოგრის თესლი ან ავოკადო ისპანახთან ერთად გამოიყენეთ, რომ განეიტრალოს ის ოქსალატები. მაგნიუმის და წარმოიქმნება შემდეგ მაგნიუმის ოქსალატები, რომელიც არის ძალიან ხსნადი, რომელიც ადვილად გამოიყოფა მოკლედ და კენჭებს არ წარმოქმნის. ასევე ბოჭკოვანით მდიდარი საკვები მნიშვნელოვანია, რადგან ამცირებს ოქსალატების შეწოვას, ან ბოჭკოვანი ამცირებს ოქსალატების შეწოვას, ამიტომ ეგეც მნიშვნელოვანია. წყალი მიიღეთ, რა თქმა უნდა, საკმარისი რაოდენობით, ეგ ძალიან მნიშვნელოვანი რჩევა ყოველთვის და ციტრუსი და რძის პროდუქტები არის მნიშვნელოვანი. ციტრუსები შეგიძლიათ მოასხათ თითქმის ყველაფერს, ლიმონი მაგალითად ნებისმიერ სალატთან შეიძლება გამოიყენოს, ან ლიმნიანი წყალი დალიოს უბრალოდ ადამიანმა, ეგეც ძალიან მნიშვნელოვანია. და ფერმენტირებული საკვები და საკვები ბოჭკოები ასევე არის მნიშვნელოვანი.
ეხლა რომელი საკვები დანამატები გამოიყენება იმისთვის, რომ პირიქით ეს ოქსალატები გამოდენოთ და კენჭების რისკი მაქსიმალურად შევამციროთ. კალციუმის ციტრატი 200-500 მგ საკვებთან ერთად და ეს უკავშირდება ოქსალატებს ნაწლავებში და გამოდევნის მოკლედ და თან ციტრატს კიდე ამატებს. შესაბამისად ორმაგი ბენეფიტი აქვს. მაგნიუმის ციტრატი ასევე მაგნიუმის ოქსალატებს ქმნის, რაც კენჭებისგან იცავს თირკმელებს და ამითაც კარგია მაგნიუმის ციტრატის მიღება 200-400 მგ დღის განმავლობაში. კალიუმის ციტრატი ასევე პრობიოტიკები, ლაქტობაცილები, ოქსალობაქტერი მაგალითად, ვიტამინი B6+ მაგნიუმი, პრებიოტიკები, აცეტილცისტეინის პლუს ციტრატი. ესენი არის კარგი კომბინაციები ჯამში, რომელიც იცავს თირკმელებს. თირკმელების დაცვა მარტო კენჭების არ განვითარება არ არის ჩვენი თირკმელების დაცვის მისია. ისიც არის, რომ ეს კენჭები მერე აზიანებენ თირკმელს და თირკმელი შეუქცევა და ზიანდება და ბოლოს ვითარდება თირკმლის ქრონიკული დაავადება და მერე თირკმლის უკმარისობა. აი ეს იყო რის თქმაც მინდოდა, ასე შეგიძლიათ დაიცვათ თქვენი თირკმელი. მადლობა რომ მისმენთ, მადლობა რომ გაინტერესებთ.